გამარჯობა მეგობრებო, ვუბრუნდები არხს პაუზის შემდეგ და სამწუხაროდ ცუდი პერიოდი გვიდგას გუნდში. განსაკუთრებით სამწუხარო თემა იყო, რა თქმა უნდა, Manchester United-თან წაგება Anfield-ზე, რომელიც არ მომხდარა 2016 წლის შემდეგ და ზოგადად ეგრეა ხოლმე, რომ რაღაც მომენტში ესეთი ტრადიციები უნდა დასრულებული იყო და დასრულდა ეს ამბავი. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ გუნდს მაინც და მაინც არ უდგას დალხენილი მომენტი და ეხლა პრინციპში სიმართლეს გეტყვით დიდად არ დავიწყებ თვითონ რაღაცა ინდივიდუალურად თამაშის განხილვას, ზოგადად რომ ვისაუბროთ, რაც შეინიშნება და პრინციპში ეს თავიდანვე ამ სეზონის დასაწყისშივე იყო ძალიან ნათელი, რომ გუნდი ვერ იყო რაღაცნაირად დალაგებული და გვიჭირდა ძალიან ბევრ კომპონენტში. იქ ყოველთვის არის ლაპარაკი დაცვაზე, იქ ხანდახან პრობლემა არის ნახევარდაცვა, დავდახსმა, არანა ჩემთვის პრინციპში ინდივიდების გარდა დღევანდელ ლივერპულში, ამ სეზონის ლივერპულში ვერავის ვერ გამოარჩევ, ანუ თან ისიც არის ხოლმე, რომ ინდივიდები არის, ინდივიდებზე არის ხოლმე, რომ თქვა ამ ინდივიდებსაც ხან კარგი თამაში აქვთ, ხან არ უარგათ თამაში და ასე. მაგალითად საბოსლაი არის ხოლმე თამაშები, რომ ისე თამაშობს, რომ რაღაც მსოფლიო დონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე არის, არათუ ნახევარდაცვაში, იქ დაცვაშიც კი იმშვენივრად თამაშობს ხოლმე და ზოგადად ბეჭებით დააქვს გუნდი და ასე შემდეგ. არ ვიცი ხა ის რისი პრობლემა შეიძლება იყოს, ეს ტაქტიკურადაც რაღაცნაირად შეთამაშება ჭირდება გუნდს თუ განწყობაც არ არის თითქოს რაღაცა ჟინი აღარ იგრძნობა გუნდში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ესეთი დიდი ახალი სისხლი არის, ხო? ეხლა ჩვენ მაგალითად ვიცით ხოლმე, რომ არის გუნდები, რომლებსაც რაღაცას იგებენ, მე შემდეგ სეზონებში ცოტა ისე უჭირთ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ცოტა ის იპოვონ ენერგია, მაგრამ ესეთი რაღაცები ძირითადად იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როდესაც რაღაცა აი ტრებლს თუ მოიგებს გუნდი და მეორე სეზონში ცოტა რაღაცა мотиваცია უჭირთ ხოლმე და ცოტა მოშვებულები არიან. ეხლა ჩვენ კი მოვიგეთ წინა სეზონში პრემიერ ლიგა, მაგრამ თან ეს ახალი სისხლით და ახალი შემართებით და ამ ხალხს დასამტკიცებელი აქვს ბევრი, ხო? მაგალითად ახლა ვირც რამდენიზე არ უნდა ვილაპარაკოთ და იქ სულ დაცინვა არის ხოლმე სოციალურ ქსელებში, რომ 0-0-10-ზე დაუძახებენ ეხა, რომ არც ერთი მაშინ გოლი და ასისტი არ აქვს გაკეთებულიო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ შემოვიდა თუ არა რაღაცნაირად გაამწვავა თამაში, უფრო მეტად ჩანდა, რომ რაღაცა ფანტაზია იგრძნობოდა, კიეზამაც რაღაცა გააკეთა იქ და უფრო ადრე შემოვიყვანდი 71 წუთზე ზოგადად უფრო გვიან შემოყავს ხოლმე სლოტს, მაგრამ ეხაც უფრო ადრე შემოვიყვანდი და თან სალას მაგირად შემოვიყვანდი აუცილებლად, იმიტომ რომ სალას არ აქვს ძალიან კარგი სეზონი აშკარა არის ეს. და მიუხედავად იმისა, რომ ეხა ჩემთვის მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არის მეფე, ფარაონი და ლეგენდა ამ გუნდის და ის საფეხბურთო ოლიმპოზე არის და ძალიან მინდა, რომ ის იყოს თავისი მოწოდების სიმაღლეზე, თუნდაც ისე როგორც ის წინა სეზონში იყო, სამწუხაროდ ის ვერ არის კარგად ამ სეზონში. ჩემი აზრით ისეთი ფეხბურთელი არის და ისეთი ფეხბურთელი იყო წინა სეზონებში, რომელიც აი ესეთ თამაშებს თავის თავზე იღებდა და მართლა ის რაღაცა სასწაულებიდან რაღაცეები გამოჰქონდა ხოლმე, ხო? ბოლო წუთებშიც იქ გვახსოვს ტოტენჰემთან გატანილი გოლი, Manchester United-თან თუნდაც ან City-სთან იქ თვითონ შევარდებოდა ხოლმე საიდან რაღაცას, რაც გამოაძრობდა ხოლმე და მოუგია ეს თამაშები, იმიტომ რომ და ეხა რაღაცნაირად თითქოს აღარ ჩანს მის მასში ეს ჟინიც, ხო? აი ის რომ მაგალითად ვიღაცა ადვილად მეურვეობს მას და დაცვაში ადვილად ეთამაშებიან, გასაგებია რომ თქვა რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ასაკის ბრალიც არის, ჩემთვის არ არის მისაღები ეს არგუმენტი, იმიტომ რომ დღევანდელ ფეხბურთში ეხა გასაგებია იქ რომ თქვა 90-იან წლებში 34 წლის ასაკში თავს ანებებდნენ ფეხბურთს და ღიპებს იდებდნენ, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში 34 წლის ასაკი არ არის ისეთი ასაკი, რომელშიც ხელები უნდა ჩამოუშვა და აღარაფრად აღარ უნდა ითვლებოდე, მაგრამ მე მგონია, რომ ეხა რაც ჭირს მოს ეს უბრალოდ
არ ვიცი ისი ბრალია мотивация მასში უნდა ჰქონდეს 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს კიდე გუნდთან აშკარა არის რომ მას ისეთი პარტნიორები ყავს თავდასხმაში რომ მაგალითად იმაზე ვერ იწუწუნებს რომ თქვა იქ საასისტე ბურთებზე მაგალითად ვიღაცას ვერ გააქვს და ასე შემდეგ ან ხელს არ უწყობენ და ნახევარდაცვიდან ან ასე შემდეგ ჩემი აზრით მას აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის რომ თავისი მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ჩვენ წინა სეზონში გვახსოვს რომ მან შესანიშნავად დაიწყო სეზონი, მაგრამ მე რაღაცა სეზონის ბოლოსკენ ცოტა გვანერვიულა და მე ეს წინა ვიდეოშიც აღვნიშნე რომ ეხა თუ რაღაცა ისე მოხდება რომ სეზონის ბოლოსკენ ცოტა ისე ამაღლდება თავის სიმაღლეზე ეს ძალიან კარგი იქნება. ზოგადად რა თქმა უნდა ეხა ეს შედეგი ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან მეწყინა ინფილდზე იუნაიტედთან წაკება და თან მაგვაიერის გოლით, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? It happens. იმედი მაქვს რომ ოლტრაფორდზე, როგორც ჩემ პროგნოზების ვიდეოში ვიწინასწარმეტყველე, სისხლის კალოს დაატრიალებს თქო, ლივერპული მანჩესტერში თქო და იმედი მაქვს რომ გამართლდება ეს და ზუსტადაც მოიქნება ის ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს. ძალიან სამწუხარო არის ისიც მაგალითად რომ ისაკი რაღაცნაირად ჯერჯერობით ვერ ჩაჯდა გუნდში თუ არ ვიცი რა სჭირს ამასაც. აი ეს დამაგვირგვინებელ ფაზაში, როგორც ესეთი ძალიან გვიჭირს. დაცვაშიც არ არის კარგი მდგომარეობა. აი ზოგადად აი ესე ვერ გამოვყოფ რაღაცა ფაზებად ვერ გამოვყოფ გუნდი ზოგადად გუნდს არ ჰგავს. ის მომენტი რომ თქვა რაღაცა როგორც ჩემპიონს შეეფერება რიგ მომენტებში რომ თუნდაც ცუდი თამაშიდან რაღაცა მოგვაქვს ეს იყო წინა თამაშებში გასაგებია და ამაზეც თანახმა ვიყავი სიმართლე გითხრათ რომ ეხა ამ სიტუაციაში რომ მაგალითად დამთავრებულიყო 2-2 ან 1-1 თუნდაც აბსოლუტურად მისაღები შედეგი იქნებოდა იმიტომ რომ სამწუხაროდ ისე ვერ ქუხს დევანდელი გუნდი როგორიც უნდა ქუხდეს და ამაზე ძალიან ბევრი სამუშაო არის არ ვიცი ხა არნე სლოტმა რაღაცნაირად რაღაცა უნდა შეცვალოს ამ ყველაფერში მე მგონია რომ ის ჭკვიანი მწვრთნელია მას ადრეც დაუმტკიცებია ზოგადად და მას ესე იგი რაღაცა მეგონა რომ მეორე ტაიმში რომ შემოვიდოდნენ უფრო უკეთესი მეორე ტაიმი იყო ცალსახად მაგრამ ხოლოდ უკეთესობა არ ვარგა რა ანუ 1 და 2 საფეხურით მაღლა არ უნდა მდგარიყო წინა ტაიმთან ეს გუნდი უნდა ყოფილიყო 10 საფეხურით მაღლა და უნდა გადაეჯეგათ 4-1 უნდა დამთავრებულიყო აი ეს თამაში აი ეს იქნებოდა განაცხადი საჩემპიონო განაცხადი ერთქვათ რომ კაი გავიგეთ რაღაცა ცოტა გაგვიჭირდა ფეხი ვითრიეთ რაღაცა ცოტა თავი ჩავხარეთ რაღაცა დაგვემართა მაგრამ აი ხა გაჩვენებთ სეირს ყველას, მაგრამ სამწუხაროდ არ არის, აი ის არა ის ნაპერწკალი არ არის გუნდში სამწუხაროდ. თავისთავად მამარდას მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ ამ შემთხვევაში და ძალიან მიხარია რომ ის ბოლოს და ბოლოს დგას კარში, იქ ეხა არ ვიცი მაგვაიერის ბურთი მოგერიება შეისაძლებელი იყო ალბათ, მაგრამ ეხა მე მამარდას ვერ ვასწავლი მეკარეობას, თუმცა რაღაც მომენტში მგონია რომ ეგ გოლიც თავიდან აცილებადი იყო, იმიტომ რომ იქ საბოსლაიმ რომ გადაუგდო ბურთი აუტიდან და იქ არავინ არ დააზღვია მე მამარდა იქ ნახეთ ჩვენ რომ თუ არ ვთქვი ბუემო იყო თუ კუნია არ მახსოვს ზუსტად ბურთზე გამოიქცა და არავინ არ გამოყვა იქ რომ მამარდას დახმარებოდა და ის იძულებული გახდა რომ რაღაცნაირად უხერხულად მოეგერიებინა და ამის შედეგად მე დაიდო ის სტანდარტული მდგომარეობა და ამის შედეგად მე რაღაც ჩაბრუნებულ ბურთზე მაგვაიერმა გაგვაწმილა სუყელა ხო და მე ერთადერთი რაღაცა რაც შემიძლია თქვა რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მე მჯერა ამ გუნდის მე მჯერა მწვრთნელების მე მჯერა მოთამაშეების რაღაცა აუცილებლად გადასაწყობი არის აქ და იმდენად დიდი რესურსი აქვს გუნდს რომ ამ რა ყველა თამაშზე შეიძლება რაღაცა ახალის შეთავაზება. გინდა ტაქტიკურად, გინდა რაღაც ერთი თამაში კონკრეტულად რომელიმე ინდივიდზე შეიძლება იყოს აწყობილი და ასე შემდეგ და ნახოთ მე ერთი რამეზე რაც შემიძლია ვთქვა და არ შემეშინდება ამ შემთხვევაში ამის თქმა მიუხედავად კიდევ ერთხელ იმის თქვა რომ მე ვარ პირდაპირ ფანბოი მოსალასი მო არის დასასმელის კამზე. თუ მიუხედავად ასაკი თუ ფორმა თუ რა არ ვიცი მაგრამ
ჯერჯერ ამ ეტაპზე ამ თამაშით რა თამაშად ის გვთავაზობს ის არ იმსახურებს რომ დაიწყოს თამაში უნდა იყოს სკამზე მანაც უნდა იცოდეს რომ მისი ესეთი უთამაშობა უჟინობა და ეს უნაპერწკლობა რაც სჭირს დასჯადი არის ასე ვთქვათ და მე მას უნდა მიეცეს შანსი რომ გამოვიდეს მაგალითად იმაზე რა ქვია შეცვლაზე და მოიგოს მე თამაში ან დაამტკიცოს ის რომ ძირითადში დაბრუნდა ჩვენთან მით უმეტეს თუ მას 2 წლიანი კონტრაქტი და რაღაცა მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ უკვე რაღაცა ეს როტაცია რომ ნელ-ნელა სკამზე გადავსვათ და თანამაში ფორმაც ამ შემთხვევაში უწყობს ხელს ასე ვთქვათ სამწუხაროდ შტაბს რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ და უკვე ის ადამიანი დადგეს ამ პოზიციაზე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ვინც ის უნდა ჩაანაცვლოს მე მგონია რომ აი ელიოტი არ უნდა გაგვეშვა არც ერთ ვარიანტში და არ ვიცი მე ვიღაცები მე ანუ ძალიან მევასებოდა ელიოტი დავთვლი რომ ის რომ მაგალითად აი ეხა ყოფილიყო ადამიანი რომელიც მოს ჩაანაცვლებდა თავისი ზუსტად აი ჟინით და მომდომებით და აი შიმშილით იმისა რომ რაღაცნაირად გუნდში თავისი თავი დაემკვიდრებინა და წარმოეჩინა ის იქნებოდა რაღაცნაირი გარდამტეხი მოთამაშე ამ სეზონში. მე მგონია რომ კიეზასაც აქვს ამის რესურსი რომ მოჩაანაცვლოს, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს რომ არნე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მომაც უნდა იგრძნოს რომ ეხა ეგრეც არ არის ჯიგარო რა. თუ რაღაცა ვერ გამოგდის თამაში, მაშინ მოდი ნელ-ნელა ჩადექი ფორმაში, შენი ემოციურადაც და მენტალურადაც ამ შემთხვევაში და მერე უკვე მოიპოვე ისევ შენი ადგილი ძირითადში. ხო და ვნახოთ მოკლედ რა იქნება. მაკალისტერითაც არ ვარ მაინც და მაინც კმაყოფილი. დაცვაში კერკეზი დღეს მე მგონი არც თუ ისე ცუდი იყო და ძალიან კარგათაც ირბინა და გაამწვავა და შეტევაზე მშვენივრად თამაშობდა, არ ვიცი მე მგონი ეს ბიჭი კიდევ უფრო მოუმატებს და იმედი მაქვს რომ ბოლოს და ბოლოს მისგანაც ვიხილავთ საგოლე მოქმედებებს. ვირცზე არ უნერვიულობ მთელი სეზონი წინა აქვს და იქ ხა ვიცი რა უნდა ილაპარაკოს მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს ბიჭი თავის სიტყვას იტყვის ის შემოდის თავის გასაკეთებელს აკეთებს იმაში ცენტრში რაღაცას ქმნის, რაღაცას სიახლეს გვთავაზობს, აშკარა იყო დღესაც რომ შემოვიდა. აი ისეთი კარგი მომენტები შექმნა რომ აი ის ღრიალებდი ესე იგი იმის იმედგაცრუებისგან რომ რამდენიმე მომენტი იყო რომელიც ვერ გამოვიყენეთ და რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელი და დასაგვირგვინებელი იყო და ჩემი აზრით მიუხედავად ცუდი თამაშისა მოსაგები და მოგებადი თამაში იყო ესა. ხო და არ ვიცი, მოკლედ ამის თქმა მინდოდა დიდად ეხა მაინც და მაინც მე თვითონაც მაინც და მაინც ფორმაში არ ვარ ამ მიმოხილვების და ვიდეო კომენტარის მხრივ და იმედგაცრუებულიც ვარ, ამიტომ ნელ-ნელა მეც ვეცდები რომ უფრო ფორმაში ჩავდგე და ახალ ვიდეოებსაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. თუ მე რამე დავაკელი ამ შეფასებაში გთხოვთ რომ თქვენი კომენტარებიც გამიზიაროთ. კიდევ ერთხელ ესეთ შემაჯამებელი რაც მინდა გავაკეთო ის არის რომ გუნდს აკლია აშკარად ჟინი, აშკარად აკლია ენერგია, მონდომება, იმედგაცრუებული ვარ მოსალაში, იმედგაცრუებული ვარ ისეთ მოთამაშეებში როგორიც არის მაგალითად მაკალისტერი თუნდაც მგონია რომ ბევრად უკეთესად თამაში შეუძლიათ ჩვენს ფეხბურთელებს და ბევრად მეტი რესურსია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ სეზონის ბოლოს ეს თამაში არ გვემახსოვრება, იმიტომ რომ სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი არის ის თუ რა თქმა უნდა რა პოზიციაზე ვიქნებით ცხრილში. ამ ეტაპზე ხა მე რო თქვა რომ დარწმუნებული ვარ მეთქი რომ მოვიგებთ თქო პრემიერ ლიგას ხელმეორედ ამ სეზონშიც და ზედიზედ თქო ძალიან გამიჭირდება ამის ესე დარწმუნებით თქმა, მაგრამ ჩემი აზრით არც ერთ ვარიანტში ჩვენი რბოლა ჩემპიონობისკენ დამთავრებული არ არის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ სიტყვას ვიტყვით ამ სეზონში.
ხო და მოკლედ ყველაფერი ჩემი აზრით კარგად იქნება, ჩვენ დავინახავთ გუნდის გაუმჯობესებას და თუ ვერ დავინახავთ და რა ვქნათ ეხა რა, ხდება ხოლმე. მაგრამ ეს არის აი როგორ იცი, სადღაც იქვით დავდებ ამას რა, აი ეს რაღაცა პატარა ფლეშკა მაქვს და აი ესე ამაში ჩავ ესე ვიტყვი რომ რა ვქნათ ეხა ხდება ხოლმე და დავდებ აქეთ. და ამას არასოდეს არ გამოვიყენებ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მაგრამ იყოს მაინც. მოკლედ აი ეგეთი ამბები მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურებდით, დიდი მადლობა ჩემს ერთგულ გამომწერებს, რომლებიც მელოდებოდნენ პაუზის პერიოდში, თქვენ იცით რა მიზეზითაც მქონდა პაუზა, ეს დავპოსტე კიდევაც არხზე, მეტ დეტალებში ამასთან დაკავშირებით არ შევალ, ნუ ერთი რასაც ვიტყვი რომ ის ადამიანი, რომელიც დამაკლდა ცხოვრებიდან Manchester United-ის ფანი იყო და მისი ხათრით ძალაც არ გადავირევი ხა ამაზე, რა თქმა უნდა ძალიან მეწყინა, მაგრამ მისი იყოს ეს მოგება ჩემი მხრიდან თქვენ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ გაბრაზდეთ იმ ყველაფერზე, რაც დღეს Enfield-ზე ვიხილეთ, მაგრამ ჩემი მხრიდან აი ესე რაღაცნაირად მივუძღვნით თქვენ ხა მე რა შუაში ვარ ამასთან, მაგრამ აი მისი იყოს რა ეს Manchester-ის ეს მოგება და იმედია რომ სადაც არის იქ გაუხარდა ის რომ ბოლოს და ბოლოს მისმა გუნდმა Enfield-ზე მოიგო ბოლო 10 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა რომ მიყურებდით. მოკლედ და ნელ-ნელა კიდევ უფრო გავაგრძელებ რა თქმა უნდა ვიდეოების ჩაწერას ყოველი თამაშის შემდეგ და უფრო მეტად მე თვითონაც ცოტა ფორმაში ჩავდგები და უფრო დეტალურად მე როგორც ვაკეთებდი ხოლმე ვიდეოებს და უფრო საინტერესოდ შემოგთავაზებთ ხოლმე მიმოხილვას. მადლობა.